სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2012-2013-2014 წლებში განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი: მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქართული დიასპორის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად აპარატისათვის 2012 წელს გამოყოფილია 265,000 ლარი, 2013 წელს 222,300 ლარი, ხოლო 2014 წელს 150,000 ლარი. 27 მაისი გამოცხადებულია დიასპორის დღედ და იგი ყოველწლიურად აღინიშნება საქართველოში. ამდენად მისი ყოველწლიური ხასიათიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს გაუთვალისწინებელ ხარჯად და შესაბამისად უნდა ასახულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა ხდება ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც არ ატარებენ სისტემატიურ ხასიათს, თუმცა მათი მნიშვნელობიდან, მასშტაბიდან და ხასიათიდან გამომდინარე, არ შეიძლება ჩაითვალოს გაუთვალისწინებელ ხარჯად. შესაბამისად, შესაძლებელია მათი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გათვალისწინება. მაგალითად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, ქართული საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდამჭერი ღონისძიებების დასაფინანსებლად აპარატისათვის 2012 და 2013 წელს გამოყოფილია 400,000 ლარი, ხოლო 2014 წელს 128,000 ლარი. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად 2012 წელს გამოყოფილია 100,000 ლარი, ხოლო 2014 წელს 117,000 ლარი. აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად მიემართება ასევე ღონისძიებების ფარგლებში გამოყოფილი თანხების აუთვისებელი ნაწილიც. 2012 წელს 211,505 ლარი, 2013 წელს 70,000 ლარი, ხოლო 2014 წელს 20,000 ლარი. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამ მიზნით გამოყოფილმა თანხებმა დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით 2012 წელს შეადგინა 36,6%, 2013 წელს 8,2%, ხოლო 2014 წელს 12,9%, რაც მიუთითებს ბიუჯეტის დაგეგმვის ხარვეზზე. აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.